კამეჩი შედარებით ახლოს დგას ევროპული ძროხის ჯიშებთან თერმონეიტრალური ტემპერატურის მიხედვით. მისთვის კომფორტულია +8–+24 ცელსიუსი. თუმცა ექსტრემალურ სიცხესა და ყინვაში მისი ორგანიზმი უფრო სწრაფად განიცდის სტრესს. მუქი კანი და საოფლე ჯირკვლების მცირე რაოდენობა იწვევს სწრაფ გადახურებას. ეგვიპტეში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მზეზე 2 საათი ყოფნისას კამეჩის ტემპერატურა 1,3 ცელსიუსით იმატებს. მაშინ, როცა ძროხაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,2 ცელსიუსი იყო. სითბოს დასაძლევად კამეჩი წყალს ეძებს. ზაფხულში დღეში 5 საათამდეც კი წევს წყალში ან ტალახში. ჩრდილში ყოფნისას სითბოს გამოყოფს არა ოფლით, არამედ სხეულის ზედაპირიდან გამოსხივებით, რასაც ხელს უწყობს კანის ძლიერი კაპილარული სისტემა. კვლევებმა დაადასტურა, რომ 15-20 წუთიანი ცივი შხაპი კამეჩს უმცირებს სიცხის სტრესს. რაც შეეხება სიცივეს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ტროპიკული ზონების ცხოველია, კამეჩი გაცილებით უკეთ ეგუება გრილ კლიმატს. ზამთარში მისი ბალანი სქელდება, სიგრძე 4-4 სანტიმეტრამდე აღწევს და მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა ძლიერმა გამჭოლმა ქარმა და უეცარმა აცივებამ შესაძლოა პნევმონიის რისკი გააჩინოს. აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა ზამთარში დათმუნებული სადგომი, ხოლო დასავლეთ საქართველოში კამეჩი ჩვეულებრივ პირობებშიც კომფორტულად ინარჩუნებს პროდუქტიულობას.